გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ უნდა გავიმეოროთ ბრძანებითი კილო, ანუ უნდა გავიხსენოთ როგორ არის გერმანულად წადი, მოდი, დაწერე, წაიკითხე და ასე შემდეგ. ოღონდ ამას როგორ გავაკეთებთ? გვექნება დავალება, ამ დავალებას შევასრულებთ და თან გავიხსენებთ, გავიმეორებთ ბრძანებით კილოს, ანუ ვისაუბრებთ ბრძანებით კილოზე. ახლა ეკრანზე თქვენს ხედავთ ჩვენს დღევანდელ დავალებას. აქ გვაქვს ერთი მაგალითი და მოდით ჯერ ეს მაგალითი წავიკითხოთ. აი აქ წერია schreibst du bald? schreibst du bald? ანუ მალე წერ. schreibst du ნიშნავს შენ წერ. იმიტომ რომ გერმანულად შენ წერ ეს არის du schreibst. du schreibst, მაგრამ ეს რადგან არის კითხვითი წინადადება, ამიტომაც schreibst გადმოვიდა წინ და გახდა schreibst du. ახლა მეორე წინადებას დააკვირდით, შემდეგი წინადება რომ წავიკითხოთ. აქ წერია schreib bitte bald, ანუ დაწერე გთხოვ მალე. schreib დაწერე. აქ ძახილის ნიშანია, რადგან ეს არის ბრძანებითი კილო. schreib ნიშნავს დაწერე. ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მივიღოთ ბრძანებითი კილო. აი პირველ წინადებას რომ დააკვირდეთ, იქ დააკვირდით schreibst, სთ რომ არის, აი ეს თე მაგას ხაზი გაუსვეს, ასევე დუ პირის ნაცვალსახელსაც. ესე იგი, როგორ უნდა მივიღოთ ბრძანებითი კილო? პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, კარგად უნდა ვიცოდეთ პრეზენს, ანუ აწმყოდრო უნდა ვიცოდეთ კარგად. და გავიხსენოთ გერმანულად როგორ არის შენ წერ. გავიხსენეთ გერმანულად შენ წერ, ეს არის du schreibst. წერა გერმანულად არის schreiben, schreiben, ვიცით რომ უღლებისას n რაც არის ის ზმნას შორდება და მერე ზმნას ემატება რაღაც ბოლოს ართები, ხო, დაბოლოებები ემატება. du ამ ნაცვალსახელთან ზმნებს ყოველთვის ემატება s t, ანუ s t ემატება. du აი ამ ნაცვალსახელთან. ბრძანებითი ფორმა, ანუ ზმნის ბრძანებითი ფორმა, ბრძანებითი კილო რომ მივიღოთ, პირის ნაცვალსახელიც უნდა მოვაშოროთ ამ ზმნას და რაც დაემატა, აი ისიც უნდა მოვაშოროთ. პირის ნაცვალსახელი, ანუ du, ესეც მოვაშოროთ და st, ანუ st, რაც დაემატა, ეგეც. მან რა დარჩა? schreib დარჩა, ხო? schreib. და schreib ეს უკვე არის ბრძანება, ანუ დაწერე. du ამის შემთხვევაში ასე ხდება. ზმნის აწმყოდრო უნდა გავიხსენოთ, მერე კი პირის ნაცვალსახელი და ის ბოლოს ართი რაც დაემატა, ისიც უნდა მოვაშოროთ და რაც დარჩება, ეს არის ბრძანებითი კილო. შემდეგი რომ წავიკითხოთ, იქ წერია schreibt ihr bald, ანუ თქვენ მალე წერთ. ihr რას ნიშნავს? თქვენ. აწმყოდროში თქვენ წერთ, გერმანულად არის ihr schreibt. ზმნას ყოველთვის ემატება t. მაგრამ ამისი ბრძანებითი კილო როგორ უნდა მივიღოთ? აქ მხოლოდ და მხოლოდ უნდა წავშალოთ, უნდა მოვაშოროთ ამას, პირის ნაცვალსახელი ia, ანუ თქვენ. და რაც დარჩება, ეს არის ბრძანება. რა დარჩა მან? schreibt დარჩა. ამ შემთხვევაში ბოლოს ართი ის t რომ დაემატა, ამას არ ვეხებით, მეგობრებო. მხოლოდ და მხოლოდ პირის ნაცვალსახელი უნდა მოვაშოროთ ამ ზმნას. ia ეს მოვაშოროთ და იქ დარჩება schreibt. და ეს უკვე ნიშნავს დაწერეთ. ნახეთ, დააკვირდით ბოლო წინადებას schreibt bitte bald. ანუ გთხოვთ მალე დაწერეთ. ესე იგი, დაწერე გერმანულად არის schreib და დაწერეთ ეს არის schreibt. ახლა შემდეგი წავიკითხოთ. gehst du nach Hause? gehst du nach Hause? ანუ სახლში მიდიხარ? შენ მიდიხარ გერმანულად როგორ არის? du gehst. du პირის ნაცვალსახელია, ge და რა დაემატა ამას? st დაემატა. du ესეც მოვაშოროთ, st რაც დაემატა, ეგეც და დარჩება მან ge. ge, ანუ წადი. ge და აქ უნდა ჩავსვათ, ge იქნება ge nach Hause, ანუ წადი სახლში. ესე იგი, წადი გერმანულად არის ge, ge nach Hause. შემდეგში წერია geht ihr nach Hause, სახლში მიდიხართ, მრავლობითია სახლში მიდიხართ. აქ რა უნდა მოვაშოროთ? მხოლოდ და მხოლოდ პირის ნაცვალსახელი. ihr, ანუ წადით, გერმანულად არის geht. geht. და აქ ბოლო იმაში უნდა ჩავსვათ. geht იქნება geht nach Hause, ანუ წადით სახლში. geht, წადით. შემდეგი kommst du, მოდიხარ, kommst du, du უნდა წავშალოთ, მოვაშოროთ du, პირის ნაცვალსახელი და st რაც დაემატა, რა დარჩება მანდ? komm დარჩება, ანუ მოდი, გერმანულად არის
com, აქ უნდა ჩავწეროთ com და იქნება com bitte, ანუ მოდი გთხოვ. შემდეგ ეს არის kommt ihr, ანუ მოდი ხართ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ia პირის ნაცვალსახელი უნდა მოვაშოროთ ამას და დარჩება kommt, იქნება kommt bitte, ანუ მოდით გთხოვთ. შემდეგი ეს არის rufst du an, ანუ რეკავ, anrufen არის დარეკვა, რომელიც არის თავსართმოცილებადი ზმნა, ეს რა თქმა უნდა მასწავლი გვაქვს ჩვენ თავსართმოცილებად ზმნებზე ჩვენ გვაქვს ცალკე გაკვეთილი. Rufst du an, რეკავ, აქ du ესეც აღარ გვინდა და st რაც დაემატა ეგეც არ გვინდა, რა დარჩება ruf და an თავსართი, ოღონდ an თავსართი ყოველთვის ბოლოში გამოიყენება, თან დააკვირდით მეორეს ruf bitte an, ანუ დარეკე გთხოვ. Ruf bitte an, შემდეგი წერია ruft ihr an, ანუ თქვენ რეკავთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ia პირის ნაცვალსახელი არ გვინდა აქ და იქნება ruft bitte an. Ruft bitte an, ანუ დარეკეთ გთხოვთ. შემდეგი stehst du jetzt auf, stehst du jetzt auf, ანუ ახლა დგები შენ. აქ რა არ გვინდა? საერთოდ aufstehen არის ადგომა, ესეც თავსართმოცილებადია. Du პირის ნაცვალსახელი აღარ გვინდა და stehst, აი ეს st, st რაც დაემატა, ესეც არ გვინდა. ანუ ამიტომ აქეთ უნდა დავწეროთ steh, steh jetzt auf. ახლა ადექი. Steh jetzt auf. Auf არის ამ ზმნის თავსართი. შემდეგი steht ihr jetzt auf, steht ihr jetzt auf. ახლა დგებით, ამ შემთხვევაში მრავლობითში მხოლოდ პირის ნაცვალსახელი აღარ გვინდა და დარჩება steht, იქნება steht jetzt auf. ადექით ახლა. ახლა ადექით. კი ბატონო, შემდეგი წავიკითხოთ arbeitest du heute? Arbeitest du heute? ანუ დღეს მუშაობ? Arbeitest. აქ du ესეც აღარ გვინდა, ეს არ გვინდა du პირის ნაცვალსახელი და არც st ეგეც არ გვინდა. ანუ დარჩება arbeite. Arbeite, აქეთ უნდა ჩავსვათ arbeite, იქნება arbeite nicht so viel. Arbeite nicht so viel. ამ შემთხვევაში რადგან გვაქვს nicht, ანუ არ, ან nu და arbeite nicht ნიშნავს არ იმუშაო, ან nu მუშაობ so viel ამდენს. შემდეგი arbeitet ihr heute, დღეს მუშაობთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ia პირის ნაცვალსახელი არ გვინდა, აღარ გვინდა და დარჩება arbeitet, იქნება arbeitet nicht so viel. Arbeitet nicht so viel, ანუ ამდენს nu მუშაობთ. შემდეგი არის sprichst du immer so schnell, sprichst du immer so schnell, ანუ შენ ima ყოველთვის ასე სწრაფად საუბრობ, sprichst du ნიშნავს შენ საუბრობ, ამ შემთხვევაში არც du პირის ნაცვალსახელი არ გვინდა და არც st რაც დაემატა და იქ დარჩება sprich, ანუ ისაუბრე, sprich. უნდა ჩავსვათ აქ sprich და იქნება sprich bitte langsam. Langsam ნიშნავს ნელა, ანუ გთხოვ ნელა ისაუბრე. შემდეგი ეს არის spricht ihr immer so schnell, spricht ihr immer so schnell, ანუ თქვენ ყოველთვის ასე სწრაფად საუბრობთ, ეს უკვე მრავლობითია, აქ მხოლოდ და მხოლოდ ia ნაცვალსახელი უნდა მოვაშოროთ ამას და იქ დარჩება spricht. ზმნის ფორმა spricht, იქნება spricht bitte langsam, ანუ გთხოვთ ნელა ისაუბრეთ. ამ შემთხვევაში ეს არის მრავლობითი. შემდეგი წავიკითხოთ, აქ წერია liest du den Text, liest du den Text, ანუ კითხულობ ამ ტექსტს. Liest du ნიშნავს კითხულობ, აქ მეგობრებო du პირის ნაცვალსახელი და მხოლოდ t უნდა წავშალოთ. რატომ? იმიტომ რომ ამ ზმნას მხოლოდ და მხოლოდ t ემატება ამ შემთხვევაში, რადგან წაკითხვა გერმანულად არის lesen. ზმნის ფუძე არის les, ზმნის ფუძე s-ზე მთავრდება, როდესაც ზმნის ფუძე ბოლოვდება, მთავრდება s-ზე, მაშინ du ამასთან st არა, მხოლოდ t ემატება ზმნებს და იმახსოვრეთ და du liest ნიშნავს შენ კითხულობ, აქ მხოლოდ ამ ზმნას დაემატა t, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ t უნდა წავშალოთ. s-ს არ ვეხებით და იქნება lies, ანუ წაიკითხე. გერმანულად არის lies, ნახეთ აქ წერია კიდევაც lies bitte den Text, ანუ წაიკითხე გთხოვ ეს ტექსტი. შემდეგ ეს არის lest ihr den Text,
lest ia, ანუ კითხულობთ, then text am text, ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ia, ეს უნდა წავშალოთ, იქ დარჩება lest. ანუ წაიკითხეთ, გერმანულად არის lest, აქ უნდა ჩავწეროთ lest და იქნება lest bitte den text. ანუ წაიკითხეთ, გთხოვთ ეს ტექსტი. შემდეგი წერია nimmst du einen Apfel, აიღებ ვაშლს. nimmst du, აიღებ, იღებ, nehmen არის აღება, nimmst du. აქ du ნაცვალსახელი და კიდევ რა st რაც დაემატა. ორივე. მოვაშოროთ ამას და დარჩება nimm. ანუ აიღე გერმანულად არის nimm, იქნება nimm einen Apfel. ვაშლი აიღე. ვაშლი აიღე. შემდეგი ეს არის nehmt ihr einen Apfel, ვაშლს აიღებთ, ანუ თქვენ აიღებთ, აქ nehmt ihr აღარ გვინდა ნაცვალსახელი, მაგრამ ზმნას არ ვეხებით, ხო? იქნება nehmt, ანუ აიღეთ. nehmt einen Apfel, ანუ ვაშლი აიღეთ. შემდეგი აქ წერია isst du gern Kuchen, ანუ გიყვარს ნამცხვარი, ნამცხვრის ჭამა. isst du gern Kuchen, Kuchen არის ნამცხვარი. ზმნა ჭამა გერმანულად არის essen. ეს არის ზმნის ფუძე, ამ ზმნის ფუძეს s-ზე ბოლოვდება, ამიტომ du ამასთან მხოლოდ და მხოლოდ ამ ზმნას ემატება t და იმახსოვრეთ. ამიტომ აქ du პირის ნაცვალსახელი უნდა მოვაშოროთ ამას და კიდევ ზმნას მხოლოდ t უნდა მოვაშოროთ. და დარჩება is, აქ წერია ისედაც is nicht so schnell. აქ nicht, ანუ უარყოფითი ის გვაქვს, is nicht ნიშნავს ნუ ჭამ, არ შეჭამო, so schnell, ანუ ასე სწრაფად, ასე ჩქარა, ნუ ჭამ. ist nicht so schnell. შემდეგი ეს არის esst ihr gern Kuchen, esst ihr gern Kuchen, ანუ გიყვართ ნამცხვარი, ნამცხვრის ჭამა. მხოლოდ და მხოლოდ ia, ეს უნდა მოვაშოროთ ამას და დარჩება esst. პირდაპირ esst უნდა ჩავსვათ, იქნება esst nicht so schnell, ანუ ნუ ჭამთ, ასე ჩქარა. და ბოლო წავიკითხოთ, ეს არის schläfst du schon, უკვე იძინებ, schläfst du schon, უკვე იძინებ, schlafen არის დაძინება. schlafen არის დაძინება, ოღონდ უღლებისას შენ იძინებ, გერმანულად არის du schläfst, ანუ a ხდება a umlauti, ანუ e, მაგრამ რაც შეეხება ბრძანებითში არა. du ეს მოვაშოროთ, st რაც დაემატა ესეც მოვაშოროთ და მაგრამ მაინც schläf არ არის დაიძინე. დაიძინე გერმანულად არის schlaf. schlaf დაიძინე. ანუ a-ი უნდა დავწეროთ და არა a umlautით, არა. a-ი. schlaf gut, ანუ კარგად დაიძინე. schlaf gut და აქეთა წავიკითხოთ, აქ წერია schlaft ihr schon, უკვე იძინებთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ia. პირის ნაცვალსახელი უნდა მოვაშოროთ ამას და დარჩება schlaft, ანუ schlaft gut, კარგად დაიძინეთ. schlaft აქ არაფერი არ იცვლება.